და კიდე მაგარი გუნდი ცირაში ყავდა. დარბაზის ჰოკეიში. დარბაზის ჰოკეის გუნდიც ყავთ? ხო, როლიკებიანი ჰოკეია თუ რაღაც ეგეთი. გექნათ ფინანსური პრობლემები, ბიძია თქვენ ამდენ გუნდ შენ ახლა არ უნდა? ანუ ის მაგრამ რეგისტრირდა, ანუ დარბაზის ჰოკეი შეელიეთ? ეხლა რაპორტამ დახო. შეჭა დარბაზის ჰოკეიში იქნება ის ბიზნესა რო ამბობდა ხოლმე. ვიყიდო ცეცემ ის რაღაც $1000 ეგ ხელფასი ექნება 3 ლარი შეჭება იქ უმჟავია. ყვანჯები და ისინი ფული არ ღირს ბალახი. ეგენ თორცე როლიკებით არიან თან, როლიკებით გადავა. როლიკის ფული. ფორმები დარბაზი, ვარჯიში მწნელი. დარბაზი იგივეა რაც. არა ეხა, almost დასარეგისტრებელი ფული მოდი შევთანხმდეთ რომ დარბაზის ჰოკეიში რაც იხარჯება არის. დარბაზის ჰოკეი ვინ უყურებს? არავინ. ვაფშე. $1000 ძვირია ჩემი აზრით. უნდა რო ჩუქნი, ანუ ბარსელონას თამაშს თუ აჩვენებ ეთერში მოყვებოდეს. აი, თუ გინდათ გავუშვით და არა, ალბათ არ უნდა გავუშვა ეგეც. მონახავთ. დარბაზის ჰოკეი, აი, ჯერი ჰოკეის დედავატირე ყინულზე რაც არის, მე დარბაზის. ბიჭო, რაღაც სპორტები, მორჩა. აი ეს ჰოკეიში მარველ რაივალსი გამოვიდა და მთელი სამყარო თამაშობს მაგას. რა დარბაზის ჰოკეი? ამდენი გასართობია. ისიც ყოლია. წავარ ლუკა მართარი? აი როლერ ჰოკეი. ამდენი სპორტის სახეობა, ამდენი კონკურენცია. ინულის ჰოკეიშიც ყოლია გუნდით. ბიჭო 1942 წელს ყოფილა დარბაზის ჰოკეის გუნდი დაარსებული შეჭა. და არ უყიდეთ ახალი და ითხოვე, აი იგივე ყვანჯები თამაშობთ, ბაბუაჩემიც თამაშობდა და 74 წლიდან ტარდება, მე მგონი ესპანეთის ჩემპიონატი, მოიცა, ოკეი ლიგა ქვია. 70 წლიდან ტარდება. კარეზარება, ანუ 70 წლიდან ტარდება ესპანეთის დარბაზის ჰოკეის ჩემპიონატი და ინტერნეტი არსებობს. თორე აი მიციგრიდი რაღაცა. ციგნებით, მოიცა. ხავ დარბაზის ჰოკეის მაგ შენახული გადამიგდია. მეუბნებოდი აი არ გადააგდო მეთქი და 55 სეზონია ჩატარებული დარბაზის ჰოკეის ლიგაში ბარსელონას აქვს 34 ჯერ მოგებული. რეალს ისე ამდენჯერ აქვს მოგებული. არც ერთხელ. მე დავშო გუნდი არ ყავთ მე მგონი. იმიტომ რომ ნახე პრიორიტეტებია გასული. ჩემპიონთა ლიგა ამდენჯერ აქვს ფეხბურთში მოგებული. ყველაზე გადაობა გითხრა? არ მისმენს. ისმენ მე ყველაზე გადაობას გეტყვი. ო. ორადო რეგიონს აქვს მოგებული ვაფშე. ანუ ჯამში არის უ 6 ჩემპიონი და კატალონიას აქვს 46 ჩემპიონობა, რომელია კიდე კატალონიური გუნდი აქ არ ვიცი. ალბათ რეუს დეპორტივო კატალონიური იქნება უეჭველი სახელით. და 8 ჩემპიონობა გალისიას, აი ლიცეო იქნება გალისიას გუნდი ალბათ. კი, აიცა? ლიცეო არის ეგეთი გუნდი? შენებრალიო, რა სახსენე ხელბურთს მიყვამე ვარ. მე მეშინია რაღაც. ანუ ესე იგი ესპანეთის ჩემპიონი არის 6 დარბაზის ჰოკეიში და 5 გუნდი აქ არის კატალონიის და 1-ია გალისიის მარტო. всё. მაგრამ სხვები არ სამაშობენ ესე ჩემ. ძალიან კარგი. ბოლო 5 ჩამორჩენილი რეგიონების ის არის. ბოლო 5 წელია ვიკიპედიაზე გვერდი არ აქვს ჩემპიონატი შეჭება. 2019 20 წლების სეზონს აქვს ბოლო გვერდი და მე დანებდნენ მე მგონა წლებს და ეგ. არავინ არ უყურებს, კაი რა ბალახი. აქამდე რატო არის ნახე 2019 20 წლამდე გვერდები შეგიძლია ნახო 2019 20 წლების ოკეი ლიგის ბალახის ჰოკეი ტელევიზორში რამდენი მაყურებელი შეიძლება ყავდეს? ბიჭო, ესპანეთის ჩემპიონატი ქვია და კატალონიის ჩემპიონატი ყოფილა, შეხედე ესე ჩემ. ნახე. ხო, სულ კატალონიური. მართლა ეგრე, ყველა გუნდი არის კატალონია და ის ლიცეო თუ რაღაც არის მარტო იმიდან, გალისიიდან და მორჩა სხვაგან არ თამაშობენ ესე ჩემ. ხა დებილი ჩემპიონატია, მარტო კატალონია და გალისიის ერთი გუნდი თამაშობს. დებილი სახეობაა, შეჭება ჩემპიონატი თავიდანები რა. ავიგე მაგრამ ხო შეიძლება. დებილი, ვაიმე. გუნდის გაიგე? დებილი ჩემპიონატი ხონია და ანდალუსიაში თამაშობს ვიღაცა შეჭება. დარბაზ ჰოკეის დებილი ჩემპიონატი აქვს ესპანეთში? არ არსებობს. აი ვერ დავიჯერებ. კოპა დელ რეიც ქონია შეჭება. ვიკიპედია რო არ გაქვს უკვე ნახე ვარ გუნდებს ვიკიპედია არა აქვს. ქვედა ლიგებია, ეს ქვედა ლიგაა შეჭება. ქვედა ლიგაც არის? მაგ ხალხის ცხოვრება მაინტერესებს. აი ესპანეთის ქვედა ლიგის მაშინ ბალახის ჰოკეის თამაშობს. ბალახის ჰოკეი მაინც იყოს, დარბაზის ჰოკეი. დარბაზის ხო, დარბაზი შეჭება, როლიკებით დაკატაული დარბაზი. რა საკეთებო? არ უთხრება. მეგო პასუხობს. დარბაზის ჰოკეი ამასაც შედა დარბაზის ჰოკეის ია ბალახის ჰოკეი. მეორე სეგუნდაში ვარ დარბაზის ჰოკეის და აი თქვენ ეს უსაქმური გესწავლა. დარბაზის ჰოკეი კი არ ქვია. როლერ ჰოკეი ქვია. ანუ როლიკებზე ჰოკეი. როლიკებიანი ჰოკეი ქვია შეჭა. ჩვენ კიდე მაგუერს დავსინით. იუნაიტედში თამაშობს კაცი, ანუ. ხო. ანუ კაცი თამაშობს იუნაიტედში. ჰარი მაგუერი რამდენად წინ არის, გინდა ფინანსურად, გინდა აი ყველაფრით დარბაზის ჰოკეის სეგუნდაში ვინც თამაშობს იმას. როლიკებიანი მაშინ.
ფეხბურთის აი მაგაში აი ბიჭი ივანიშვილზე არ ვიცი. მაგაში დარწმუნებული ვარ რომ როლიგებზე კარგად რო ვისწავლოთ. მან სეგუნდას დონეს რო ესპანეთის სეგუნდას უეჭველი გავუკაჩავთ შეჭო. რა გინდა კატალონიაში იცო ხელფასს ხო იქნება 200 ევრო 300 ევრო ისე რა პროსტა აუ ვინმე ქართველი არ თამაშობდა ხო ვიცი ისე დავცინე რომ ვიღაცა მომწერს ძველი ბიძაშვილია და ბიჭო ალბათ შენი ნახვა გვინდა ყვანჯებით გამიგდებენ ვაფშე გამიკვირდება როლიკები თუ მათრიეს ეხლა ვაფშე გამიკვირდა კატალონიაში ისეც ბევრი ქართველია და მით უმეტეს მარტო კატალონიელები თამაშობენ თურმეზე ჩემა და ვაფშე გამიკვირდება არა მე ხა პროფესიონალურ დონეზე ვამბობ სამოყვარულოს არა უშავს მაგარი გასართობია სულ მაგას ვატრაკებ რომ რაღაც სპორტის სახეობები არის უკვე ხო დოდოზე ვამბობდი შენ ხო გადაშენდა უშე ჩემ გაუშვი რა გადაშენდეს ვიკიპედია ხო არა გველო 5 წელი ეს არის ხელბურთის გუნდის ტიტულები ნახე ხო ნახე რა ეს ჩემპიონთა ლიგა 12-ჯერ ბოლოცა ბარსას მოუგია ეს არ მახსოვს აი საქართველოში რამდენი რაღაცის ტრანსლირება არ არის ხო რამდენი სპორტის სახეობაა ისეთ სადაც ოფიციალურად არ მოუწყებლობს არავინ იმიტომ რომ ყურებადი არ არის ბიზნესი როცა არ არის და ბიზნესი ვერ ხდება სპორტი მე იმას ერხევად ვიკიპედია მაგიტო არა აქვს და მგონია რომ ეგ რაღაცები გადაშენებული არ არის აბა რა არის შეჩემა ხა ხო გადაშენებული მარტო კატალონიაში თამაშობენ და თამაშობს 30 კაცი იცი რეალი იცი რამდენჯერ არის ჩემპიონი იცი გუნდი არ ყავს თან ნიშნის მოგებიდო რეალი იცი რამდენჯერ არის არც ერთხელ ხელბურთში იცი ამდენჯერ არის ჩემპიონი ოფილა სამჯერ ეს თუ რეალიაო არ ვიცი არც ერთხელ გაუხარდა ძა არ არსებობს არა კასტილია-ლა-მანჩას გუნდი იყო აი ოზიმ აბა სნუკერის ტურნირების ყურება როგორ მისწორდებოდაო და სნუკერი ის არის სნუკერს აჩვენებდა ისა ევროსპორტი ხო ეხა სნუკერიც ჩემი არ არის მაგრამ ეს გუნდი არ გახსოვს მე მახსოვს ეს გუნდი სასაცილო გუნდი იყო ეს მაინც გუნდი იყო ხელბურთში პორტლენდ სან-ანტონიო რასაც დაინახო ხა მაგასონო პარაკო ევროლიგა აქვს მოგებული და მაგიტო აღარ არსებობს თურმე გუნდ ევროლიგა რაში რა სპორტის სახეობაზე ხა ხელბურთზე გადავედით ხა ხელბურთში აქ 2000-ზე მახსოვს ეს გუნდი პორტლენდ სან-ანტონიო ქვინდა ეს ესპანეთის გუნდი ოლიმპიადის მომხილველი ხა რა გინდა ბიჭო არა სასაცილოა პროსტა ესპანეთის გუნდზე რქვა პორტლენდ სან-ანტონიო შეჭა თამაში გეგონება NBA-ის თამაში გეგონება პორტლენდ სან-ანტონიო რქოს ნავარის გუნდთან